მათ იცოდნენ, რომ იყო საშიშროება, რომ ძალაუფლებამ გარყვნას და დიდმა ძალაუფლებამ კიდევ უფრო გარყვნას, ხო, როგორც ეს ფრაზა საქართველოს ქრისტიანული ცივილიზაციის ნაწილია და ესეც ერთ-ერთი საფუძველია იმის, თუ რატომ უნდა იყოს საქართველოს თავისუფალ სამყაროში, რომელიც ეფუძნება სწორედ ამ ქრისტიანულ ჯუდო-ქრისტიანულ თუ ქრისტიანულ ღირებულებებს, რაც არის ადამიანის დაფასება, თავისუფლება, ბედნიერებისკენ სწრაფვა. ამერიკის რევოლუციამ შექმნა იდეა, რომ ადამიანი არის ხელისუფლების წყარო და შექმნა ასევე სისტემა, სადაც გამომდინარე ნაკლოვანებებისგან, რაც ადამიანებს აქვს, განსაკუთრებით მათ აქვს ხელისუფლება და ძალაუფლება, რომ შეეზღუდა ეს ძალაუფლება და გადაენაწილებინა. სწორედ ამიტომ არის ამერიკის სახელმწიფოს ასე ვთქვათ, სამი დანაყოფი, ხო, ხელისუფლების დაყოფა. ეს კონსტიტუციურად ჩვენთანაც არის, უბრალოდ ფურცელზეა და რეალობაში არ მუშაობს. აქ უფრო მეტად არის, იმიტომ რომ ბევრად სისტემა განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც საქართველოს გვარდების რევოლუციის მერე მიიღო, კი მოდელი იყო ნამდვილად შეერთებული შტატები, თუმცა ის რომ ტრადიცია არსებობს, ხო, უკვე 250 წელი, რომელსაც პატივს სცემს ყველა და ჯორჯ ვაშინგტონმა ორჯერ რომ იყარა კენჭი, მერე ადგა და წავიდა და არ დარჩა და არ იქცა დიქტატორი, რადგან ადამიანები, რომლებიც ქრიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დამფუძნებელი მამები, მათ იცოდნენ, რომ იყო საშიშროება, რომ ძალაუფლებამ გარყვნას და დიდმა ძალაუფლებამ კიდევ უფრო გარყვნას, ხო, როგორც ეს ფრაზა. ამიტომ ყველა ეცადნენ, შეექმნათ რესპუბლიკა, რომელიც გაუძლებდა იმ ცდუნებებს, რაც ძალაუფლებას მოყვება და გაენაწილებინათ ისე ძალაუფლება, რომ ვერცეთ ამ შტოს იქნება ეს აღმასრულებელი საკანონმდებლო თუ სასამართლო ვერ მოეპოვებინა კონტროლი მეორეზე. ბევრი მიზეზია ჩვენ რატომ გვიჭირს, ხო, და რატომ მოხდა ისე, რომ შეერთებულ შტატებმა მოახერხა რესპუბლიკის შენარჩუნება. თავად იდეა ამერიკის ეფუძნება ინდივიდს, ინდივიდის თავისუფლებას, ეფუძნება არა მხოლოდ ახალ გამონაგონს, არამედ ეფუძნებოდა საბერძნეთის, რომის ფილოსოფიას, ეფუძნებოდა ასევე ჯონ ლოკს, განმანათლებლობის საფუძვლებს, მონტესკიეს, ასევე სხვა ქალაქ სახელმწიფოების გამოცდილებას. ამერიკელებმა მოახერხეს, რომ ეს ეთარგმნათ ისეთ სისტემაში, რომელმაც გაუძლო დროს. როგორიც იყო ამერიკის კონსტიტუციის პირველი სიტყვა წინადადება არის, რომ with the people, ჩვენ ხალხი ვაძლევთ ამ ძალაუფლებას, ხელისუფლებას, თუმცა ეს ძალაუფლება, რომელსაც ჩვენ მას ვაძლევთ, არის შეზღუდული.